მოგესალმებით ერგონომიულებო თქვენ უყურებთ ჩემს არხს ეს არის მორიგი ვიდეო რომელსაც დააკლიკეთ და აღმოჩნდით შთაბეჭდილებების სამყაროში რა თქმა უნდა გენიალურ სტუმართან ერთად ძმის ძმა brother of brother how many springs how many winters how many autumns one and only ირაკლი დედაულიძე აი გამოცხადება იყო მოგესალმები ნიკა მადლობა მოწვევისთვის მიხარია რომ მოხდი ნახე შენი არხი და ძალიან მომეწონა რაღაც სიამოვნებაში ირაკლი იმიტომ მოვიდა რომ მე პირდაპირის ვიდეოები რო წამოვიღე და ჩემს არხზე გავაკეთე ამის უფლება არ მქონდა ის კი დღეს ამის სასამართლომდე მიტანა საპირებს ხო ესე იგი პირველად ვარ სტუმრად არც სადა ყოფილვარ სტუმრად გადაცემაში და ბავშვობაში ძალიან მიხარია არც ბავშვობაში ბავშვობაში არა ბავშვობაში არ ყოფილი მას ხო YouTube არ იყო ჩვენ როდის ვაკეთებდით მეგობრებო YouTube-ს როცა YouTube არ იყო ხო YouTube 20 წლის გახდა ეხლა ხან გილოცავ და ჩვენ დავიწყეთ ალბათ 15 წლის წარმოიდგინე YouTube რო გაიხსნა 10 კაი 15 რო ისე არ თქვა 10 იყოს რომ 10-ის ზუსტად რო თქვა იმ 5-საც მე მივუმატებ გაისაც და გამზაფრო 15 აქედან გამომდინარე ვასწრებთ დროს ვასწრებთ მოვლენებს არ გაასწროთ თქვენს ფარველ ანგელოს იარეთ ფრთხილად მეგობრებო მაი ვიდეო იყო მაი ვიდეოც იყო ხო დრაივზე ტვირთავდი და ჩემს უგზავნდი მარტო იმას ნახავდი რაღაც ჩამოვარდ ეს გრავიტაცია ეს არის ძალიან კაი სტუდია არის როგორ მოგწ წვანე ფონია იმიტომ რომ წვანეც ხო არის და ფონიც არ არის ფულს გამოდი და წვადეა რა კაკლისხია ეს მე კაკალი ბალსის ხავს უბრალოდ რატომ ყავს მობალს ხანდა სეზონურია რა ბალი რომ დამწიფდება ალუბალი გამოდის პირიქ არ მკვახე უფრო მჟავეა საკითხები რაც მინდა რომ ვისაუბროთ მოვლენები რომელსაც მინდა რომ შევეხოთ პირველ რიგში ტრამპის გაპრეზიდენტება მეოთხე ეს პრეცედენტი ამერიკაში რაღაც გადაცემები ხო არის რა YouTube-ზე და ვაფშე რა ხდება არ ვიცი არაფერი არ მინახა რა უნდა ვაკეთე ხა კაი არის ეს რა გადაცემა ეგ არ ვიცი ეს გადაცემა ჩემი my bad ბატონო ირაკლი აქვია გადაცემას ქვია ბაზარი არის მატერებელია კონცეფციის და რა უნდა რომელშიც გვაქვს დიალოგი საუბრობთ იქამდე, ვიდრე მივალთ კონსენსუსამდე და ვიტყვით ბაზარი. რაღაც დებატებია? არა. ნუ დებატები რა, კაჩაობა არის, ხელისაწევამდე მიდის თემა. რამსია, რა თქმა უნდა. ხუმრობთ, ვიღადაოთ. არაფერზე, აი, ყველაფერზე ვილაპარაკობ. ჩვენსაც უნდა მივაწვეთ რა ადამიანის ცხოვრებაში და ასევე ამ განსხვავებაში. გავხურდებით, აბა, რაღაცა. მე სხვა იუთუბერები არ ვიცი. მე შენ გიცნობ და იმას. ხო, იუთუბერები რამე თემა გვაქვს თუ რაზე უნდა ვილაპარაკო? არაფერი თემა არ არის. მაშინ ვიყოთ ესე ვიჯდეთ რა. თუ თემა არ გაქვს და თავი სიგარეტი არ მოვწიოთ. ას მეძახოთ. თემა არ გაქვს, ისე რა. მოდით ბოსტნეული მაქვს და ქათმის ფრთები შეგვიძლია მოვამზადოთ. კულინარიასთან როგორ ხარ? კულინარია მიყვარს კი, ამზადებ ხოლმე ხშირად საჭმელებს, მაგრამ გემრიელი არ გამოდის ხოლმე. ვინ გისინჯავს ხოლმე? ბავშვი მეუღლე? ჯერ შენ თვითონ ხო? ანუ ზედათად ვაკეთებ ხოლმე საჭმელებს, რაც არის სახში რა, რაღაცა რომ სპეციალურად შევიძინო იმისთვის, რომ რაღაც სჭირდება, ესე არ ვარ რა. დავჭრი ყველანაირ ბოსტნეულს დავუშვად, მოვხარშავ, მე უმშეურებ და ეგ არის. და რომელიც შეგხვდება ფრეშიც არის და თან მოხარშული კიდე ის არის არ ბერავს. ოკეი. მოხარშული მე ბლენდერში გაატარებ და ბლენდერში რო გაატარებ მოხარშული მას არ ვარ. მარილია ხუჭებს ბლენდერის პირებს, მართალია? მარილია ხუჭა, მე უნდა მოვაყარო. მე შეგიძლია გადაღვარო უკვე. მაგრამ ლამაზი ფერებია და მაგით кайფ. პიტნა? ზემოდე, პატარაზე. პიტნაც кайფ. ისე რას ვფიქრობ, კერძებს რო მაგით სცენენ ღირებულებას. შეც გიყვარს? მე კულინარი, მე რას მიყვარს თუ ჩემი ნაჭამი მაქვს? ჩემი ნაჭამით ვარ გაზრდილი, ჩემი გაკეთებულის ნაჭამით. კაი, რეალურად ეხა დიდი პაუზა გქონდა YouTube-ზე. ამ ბოლო დროს ხო, მოაქტიურდი და არ მოვაქტიურდი. ეხა YouTube-ზე ანუ სულ რაღაცა ხან როცა დრო მაქვს, ვერთობი ხოლმე. ო, რა მე ვისაც ვეუბნებ. ისე არა, შენსავით ვარ მეც რა. თუ რაღაც ხასიათზე მოვედი და რაღაც ჩავწერ ხოლმე რაღაც. და აი რა ვერ გავთვალეთ რა გამოგჭა შენი აზრით რა. არა და კაი ნახე პირდაპირ რო დავიწყეთ რა. ირაკლის იდეა იყო პირდაპირ რო სამსახურში ვიყავით ამერიკად ეს იდეა გადაცემა. მინდა დავიწყოთ და მაგროს სკოლაში მუშაობდი. პირდაპირ მე მანამდე დავიწყე. The joke. შენ სტუმრად დაგვატიში. არა, პირველი იყო ჩვენი. პირველი ზურა და ეს არის, თუ ჩვენი იყო.
ჩვენ იყო პირველი მე მგონი. ხო და რა უნდა მეთქვა საინტერესო რაღაცა რა. ჩემ YouTube ნახვებს აქ რაღაც 300, 400, 3000 რაღაც ცოტა რა. ხო. ხო და ეგ რამდენი ნახვაც აქვს იმაზე მეტი ადამიანი შემხვედრია და უთქვამს რომ შენი ვიდეო ნახეო. და YouTube მე მგონი ვერთვის რაღაცას კარგად. ეს არ უმშაობს ხო დაჩიკი. ძველ ვიდეოებში რაც ხატვირთული გაჭედილი. გაჭედილი. გაბინქიმი. გადატვირთვა უნდა. არ ნახდება რა. თამბნეილები უნდა რა. მე ასაკურდები კაი თამბნეილი ყიდის ვიდეოს რა. აი ზოგს ისეთი თამბნეილი აქვს დააწვევი რომ აი მაყურებინე, მიმიში მაყურებინე და ერთი ეგ არის რა ხალხი რომ ეუბნება რომ ეს რაღაცა ჩაწერდა რაღაცა მაგრამ ორ სიტყვაში 4 ლულს რო ჩაარტყავს წვილი მესმის ყურებში ვეღარ ვუყურებ. ანუ რაც არ უნდა საინტერესო კონტენტი იყოს ელემენტარული დიქცია ხო უნდა გქონდეს ადამიანს, მინიმალისტიკური საუბრის მანერა და აი ეს ვინები არიან ახლა ვინც ხელი დავადო ვინ ენაბლუები ვინ არიან? კარგები ვინები არიან. შენ რას უყურებ? მე აი ჰანგრიმენის კონტენტი მომწონს რა. სამი კაცი, ორი ძმა, ოჯახური გაერთიანება და ძალას თავისას შვება ეხა. ნაღდებია თუ ფეიკებია ხო? არა, ნაღდებია. ეგ ხო პრანკებია რაღაც. პრენკები ხო? ეგ დადგმულია ხო? ხო, და ეგ დადგმულები მაგრამ კარგად არის დადგმული რა. ხო, მაგრამ რო იცი, თუ იცი რომ თუ ეჭვი გაქვს დადგმულია, უკვე ისე ვეღარ უყურებ. სიხარულით. ეგ ჩვენ ვიცით. ეგ სხვებმაც იციან. უკვე სხვებმაც გაიგეს. ფრანკების გარდა აქვს ისეთი. ნუ ჰანგრიმენ ჭამის კონტენტით დაიწყეს. ეს მუკბანგები და რაღაცები შემოვიდა. მაგ დროს მოსული იუთუბერები დღეს კარგად არიან. ეხლა ხო YouTube-ის მაყურებელმა მოიმატა ხო? ხო და იმიტომ მოიმატა რომ ტელევიზორს აღარ უყურებენ. თუ ბავშვები ხო დაიბადნენ და ინტერნეტ თაობის პლანშეტიანი ბავშვების თაობა წამოვიდა რა და. ხო და დროის გასაყვანად მულტფილმის მაგივრად. ხო, არა, კაია ეგ, მაგრამ ზოგადად მე ვერ უყურებ ხოლმე დიდ ვიდეოებს რა, დიდი დრო არ მაქვს ხოლმე, ბევრი დრო და მაგიტომ ვერ უყურებ ხოლმე. გადახვევებით დავიწყებ ერთი ხუჯერ გადავახო, მე თიშა. მე თიშა. ხო, დიდ ვიდეო მუღამის ეგარ არის რო უყურებს და რა როგორ უყურებ? ჩაგითრიოს მუღამის ეგ არის რა, ეხა შენი მოყვარულები ხო უყურებ. ნუ მანქანის ხათრით. თვითონ ხო მაინც ბავშვები არიან ხო, რა. საჭესთან ხარ რა უნდა აკეთო, სხვა უყურებ. ცალხეში ლუდი? აი, შემდეგი რა არის? შემდეგ იუთუბერი გეტყვი ხა, Ozzy and Co. არ ვიცი, ეგ იქნება რაღაც თამაშების გარშემო. მევახილო. თამაშების გარშემო არის გეიმინგი ურევია მის პროფესიულ საქმიანობაში. ხო, აი გეიმინგი კაია. მაგრამ არა, კონტენტი არ არის. კონტენტი არ აქვს თამაშებს. კონტენტი არა, აბა რაზეა კონტენტი? რა ვიცი. თვითონაც არის. წავიდა. სოჩერს ამ გადაცემის პირველი სტუმარი იყო ოზვარდი. ოზვარდი კაია. გეტყვი ახლა ვინ შეიძლება კიდე დაგაბნიოს სახელით და რომ ვერ მიხვდე კონტენტი რა აქვს. საეჭვო კაცი. საეჭვო კაცი აი ვის არის ხოლმე? ბევრი ვიდეოები აქვს ძალიან რა. ხო და როგორ უნდა მიხვდე რომელს უნდა უყურო? ყველას ხარ უყურებ, ბევრია ძალიან. ხო. ტელევიზია. ან ხალხი ზის და ამ ბევრ ვიდეოებს უყურებს. რა კონტენტი აქვს შენი აზრით? ის თუ ნახე აქვს. რაღაც ის ნახე. ნიჭიერისნაირ რაღაცა საკეთე. ხო, ტალანტების შოუს გააკეთა ხო. მაგანაც ჭამის პერიოდში დაიწყო აი ჰანგრიმენი. და რაღაცა გამოიწერა და იმას ამბობდა რომ კაია თუ ცუდია, დაჭველი. ხო, აი ეგ არის გამოძახებები. რაღაცა ეს ლაპარაკობს ხო. კიდე. კაცები. კაცები YouTube-ზე გადმოვიდნენ და ეგ ძალიან კაია. ტელევიზიიდან. ხო, აი კაცებიც მოდი, კაი ვთქვათ და ცუდი. ძალიან მაგარი. ანუ რო ჩართავ ყოველთვის სასაცილოა, ყოველთვის კაია, მაგრამ აი რამდენი უნდა ერთნაირია, ხო. ყოველ კვირა 40 წუთი უნდა უყურო და იცინო და ან სიცილია და არიღლები ამდენი სიცილია. აი 24 საათიანი სახინკლესავით არის რა. სიცილი ემოციაა, რომელიც როგორც ტირილი და რაღაცა ეგეთი ის არის რა. დამღლელია და მე სტრესი და იმას იწვევს. არ შეიძლება ამდენი ხანი სიცილი. სიცილს ახანგრძლივს, რაც მინდა ეგეთი გახანგრძლივებული სიცოცხლე. აიცინე ეყოფა რა. 2 წუთი მაქსიმუმ. ხო და შორტებია კაი. შორტები. შორტ ვიდეოები რო აქვს YouTube-ის, ხო იცი? ჩემები ვერ წაიღო. არა, კიდე სადე, იმიტომ რომ კაია. თუ მონეტიზაციას წერს ძალიან ცოტას. ეგ ალისი და ცოტას წერს, მაგრამ ხა შენ ვიდეოებში როგორ არის, იცი? ის აქცენტები არ არის, რაღაც აქცენტი რო არის, რაღაცა ემოციებზე რა, გაცინება, რაღაცა ბევრი რა. ან რაღაცა ძალიან ისეთი. ჩემი დამონტაჟებულებია, დიდი მადლობა.
იხლები რა ყურებით. ხო და უნდა იყოს ისეთი რომ აი მოусმენ, გახავთ გამოხვალ და ეს გააკეთო ხო? რა მშვიდად უყურებთ. არა, საჩილო ძირითადად ისეთი კაი გამოდის, იმიტომ რომ ხო. თუ არც უყურებ, რატომ ავალდებულებ რაღაცას უყურებ? და გამოვიწევ და დავალა იქ. აი ხო ეს რაღაცებს ხო ესქენი და ესქენი. მაცადე რა ჩემი პრობლემები. იქნება ჩემი პრობლემები. იქ მაუსი არ ამო. ჩემი იმდენავე მაქვს გამოსაწერი. ჩემი ვერ გამომიწერია, ხა შენი გამოვიწერო. საქმიანობით? საქმიანობით პროგრამირება, ეხლა დავიწყე ხეზე მუშაობას, სწავლა. ოკეი. და აი საღებავიანი ხელები და ეხლა გავაკეთეთ რაღაც მე და ჩემმა შვილმა რესტავრაცია რაღაცის. აქ სურათები ჩავსვათ. ხო და საშინელება გამოვიდა. მაყურებელ დაწერს კომენტარებში საშინელებაა თუ არა? ხო, აი განახეთ. ხო და მოკლედ რას მაგა რაღაცას ხედავ. მოკლედ ის არის კამოდია თუ რაღაც არის, არ ვიცი. რაღაც სარკერო აქვს დამაგრებული, ხო იცი? ალბათ ეგ სარკე არა აქვს რა, ტრილიაში თუ რაღაც. ხო, ტარტალეტკა. ტარტალეტკა. ხო და ეგ მოხსენეთ ეგ სარკე. ჩვენ არ მოგვიხსნია, ალბათ არც ქონდა რა. ხო და იმით მივხვდი რომ ჩასარჭოვები ქონდა 2 წელი და ეგ გადავაკეთეთ ტელევიზორის მაგიდად. ხო და ეტევა. ანუ რა უნდა იცი ამ ხეზე მუშაობას რა? როგორც ჰობი თუ არის ეგ შედი, უნდა ჩაუჯდე მთელი ერთი დღე, ერთი კვირა რაღაცეები ასწორო. მე შეხედო ესე რამდენად იდეალურად სწორია. გაშალაშინება. გაშალაშინო, დაგრუნტო, რაღაც დაშპაკლო და ეგეთები რა, დიდი ხანი უნდა აკეთო და როცა გიყვარს ეს საქმე ასწორებს, მაგრამ აი როცა ჰობია და სხვა საქმე გაქვს და ისე აკეთებ, ხო? უკვე ხა მოისწავლო ხო? მაგის დაცვატირე და ჯობია ეს აი თუ განახებ სურათს, რაც გამოვიდა, ჯობია ესეთი იყოს რა და ჯობია თქვა რომ ეს არის კაი, ხო? ვიდრე ის არის კაი და მოკვდე და ვერაზოს ვერ გააკეთო, ხო? ვიდეოებზეც ეგრევა რა. თუ ამდენი გარეთ გადასაღებად ის რეკვიზიტები შეიძინე, ესქენი და გადააკვდი ამ ვიდეოს, ენერგია უკვე კონტენტის. ხო, ვერ კიდე ხობათ მაქვს ეს ვიდეოები და ხო. მაგდენი ის და ედიტი ძალიან დამღლელია ვიდეოს და ხმების გასწორება და ფონი და აქ ფეიდ ეფექტები და რაღაცები და ამიტომ დადე რა რაღაცა და ჯობია რომ თქვა რომ ეს არის რა კაი. აი მაგ გადაწყვეტილებამდე მივედი მეც სხვათა შორის რა. რო ანუ ხარისხის და რაოდენობის ბალანსის. ხო, რაღაც სულალედი უნდა მოძებნო. უფრო რაოდენობისკენ წამოვიყვანო და რაც იქნება, აი ხა დღეს რავი საათ ნახევარი მართლა ამას ვაწყობდით. აი PC მაქვს გამოტანილი, რომ ლეპტოპი ვერ გავაძრე, იმაში ვიწერ ხა. გაახედე გეხოცე. ხო და თან რა არის, როცა ის გახდება საქმიანობა იმენა YouTube და რაღაცა, ხო? ცოტა მთლად ისეთიც ხო, მაგიტომ გონია რომ AMD-ენ ძალისხმევას და რაღაცებს ხარისხს ეფიქრს, უბრალოდ დავდო ტელეფონი და რაღაც სათქმელი როცა მაქვს 2-3 წუთიანი იყოს და დავაგდო რა. მაგითკენაც მიდის ეს შორტ ვიდეოები და რაღაცა, ხალხს ბევრი დრო ისედაც არა აქვს, ბევრი ინფორმაციას იღებენ და უნდათ რომ რაღაცა მიიღონ სწრაფად რა და რაღაც თან ახლა AI-ის თემები რაღაცეები ცოტა თავისითაც დაიმპრუვებს ამ გამოსახულებას ყოფას რაღაცა და შენ უფრო ნაკლები დრო დაგჭირდება და შენ საქმე აი YouTube-ს აქვს ახლა stable volume რაღაც ფუნქცია. რო ატვირთავ და დავშვით რაღაცები ხმადაბალი და რაღაცები ხმაღალი თუა. ეგ მჭირდება მე სუხრი ხვაზე გვიწერენ ხოლმე რომ რა ცუდი ხმაღალ, რა ცუდი ხმაღალ. შეიძლება მე მგონი ეს უნდა დავითრიო ესე. რაღაც ეს 80 ლარი მივეც თავის ყველაფერს. დამოიწერე თუ აქ იყო? აქ ვიყიდე. ხო, აი USB-ზე მუშაობს და ესა საკმაოდ აი ყურსასმენი მანდოს ნახე, გაიგეთე. ჩემი ხომ ესმის. ხო, კარგად იწერს. ამით ვერ იმღერებ? ბიჭო, ხო, სიმღერები მიყვარს რა. აუ, გავურეკოთ რა. ხო, დავაი, ის ოღონდ შენ უფრო new school ბიტები გაქვს და მე უფრო რაღაც შერეულები. იდეაში ისინი რა. აი, ბუმბები, ერთი ნოტი, ან ორი ნოტი როა. ხო. დებილობები რაღაც, ამბიენტები. ხო, ჩვენმა გადაცემამ გადაიზარდა კულინარიულ სტილში. აუ, რა უნდა მეთქვა, ხო, ის დამავიწყე. კაი, გამოცხადე. შევფიცკინოთ. რა როგორი იდეა? დავაი. სანამ ამაზე გადავიდოდით, ეს საღლის ხმა გავშოს, ხო? სანამ ამაზე გადავიდოდით. დაბერდება და. იცი რა მინდა და მეთქვა ის ხუმრობა როგორც ეგეთი რა, ხალხში რო გადიხარ. ხო. ხუმრობ ხალხში აი ავტობუსში, მაღაზიებში, რასაკეთებ? ხასიათს მიხედვით. ხო და აი რამე ცნობილ ხუმრობას ხარ გაიხსენეთ? ცნობილ ხუმრობებიდან რა მაქვს? გათლა ხوار გიჩემთ, გათლა გიჩემთ და დაჭრა. დაჭრა.
ნახე, ამას როგორ ვაკეთებ. აი, ამას ვეძახით ხუას. ხო. ამასობაში სხუმრობაც გამახსენდება. ხო, ეს არის, ესე. ამას მოვაჭრე. ირგვლივ ესე, ოღონ შუაში არ უნდა გადავჭრათ, ეს ახლა გავაკეთე პირველად, თორე შუაში ვჭრი ხოლმე. და ესე. ნახე? ამოაგდო. ჩემპანურის პრინციპია. ხო, ახლა წეს მესვე. ჩემპანურის პრინციპი. ხო. ეს ხმაური და რაღაც, რო არ იყოს და რაღაც, ესე იმაშვები. მერე ამას ნახე, უნდა გავუსწორო, აქ უნდა გავრო აქედან მედიანა. მედიანა ქვია თუ მხები? მედიანა ეხმება. აუცილებლად ვისაუთ ჰიგიენას ნარჩენები ერთ ადგილას მოვაგროვოთ, რომ შემდეგ გაგვიადვილდეს მათი მართვა, ნარჩენების მართვის დეპარტამენტი. კაინაგავი ნარჩენი არ არის. ისა, კაინაგავი ნარჩენია, კაინაგავი არ არის. თუ გავთ ეს არ გადაყაროთ ნაბცხვენები, დააბლენდერეთ. ესა? და ძალიან ლამაზ ფერია. ამაში როგორია? კანისთვის როგორია? კანისთვისაც კარგია, ოღონდ ზაფხულში. ეხლა კიდეს, იმიტომ რომ ზამთარში კიტრი არ არის. რა სეზონია მეგობრებო დააკომენტარეთ ვინც იცით. ნახე. ეს შემომიჭერეთ უცალია. გაიხარე. ავაკეთეთ რა. ოღონდ არ გადააგდო? სამიც არის რო. არ გადააგდო? უნდა შეჭამო? მაფაში. მოსკომავა. რაიჟის, კეთილ რაიჟის. ამაზე, კიდე მაგარ რაღაცას გეტყვი. რესტორნებში ჭრიან ხოლმე, ამას ყველას ერთნაირ ზომაზე რა. ამასაც კიტრსაც ყველას და ნახე, აი კიტრსაც განახებ, ნახე. ყოველთვის უნდა დაჭრა კიტრი სხვადასხვა ზომის, იმიტომ რომ საკვები არის მარტო იმისა, რომ გემოვნება აქვს ამას აქვს ვიზუალური შემცველობა და ხმაურის ისიც ანუ რომ ჭამ რამდენად აკუსტიკურია. აი ნახე, ერთი ესეთი დავჭრათ. ოკეი. ზოგი კვადრატები. აი ხალხზე სათალეს ვეძახით ამ. ხალხზე გაგიგია რომ ანუ ესე თუ გაჭრეს სხვანაირ ვიტამინებს შეიცავს და ესე თუ გაჭრეს სხვანაირებსო. ხო. კი, ხალხზეც არის. თუ დააბლენდერებ, ვაფშე კარგავს. და ერთი ესეთიც უნდა. ძალიან ბევრს ვაყოლებ მე მგონი. თუ არა. როგორ უნდა დატოვო? აი ცოტათი გრძელი, აი ერთიანი რომ ჩადო რა. აი ბრეისები მიშლის ხარ სა ესეთ რაღაცებს კარგად დავჭრო. მოისუშება? აი მაგიტოა მოხ სხვადასხვა ზონებზე უნდა დაჭრა და იმ პატარებს უკვე შევჭამ რა მე რომ ყველას გემოვნება დააკმაყოფილო. ნუ კლაპავი დაპირა მათ. წამალივით არის, კიდე წამ პირველი წამალია. ეს ძემას კამერა გამოიწვია. ნახე, ეს ხა. აი. ხო. კანიც რო გაყვეს რა. ესე დატოვე. აი ესე. ნუ ვიღაცას მიაწვი უკვე ყემალის კიდე აემატა. რაღაცა განსხვავებულია და უხარია რა. ყვავილი ამაზე გოგო თუ არ მოგცემს აი რა ვისნაბის. მარილ ჩაყრი შიგნით. ეს ჭიქები შეგვიძლია რომ დისკვალიფიკაცია მიცეთ? კი ბატონო. გადაყარე მაგრამ. შენ ამოვა ეს. ხო და ამაზეც იგივე ის იყო. ამაზე ვერ მოიცალე ესე. ხო, არა ეს ესე უნდა და. უი, ამერია. აი ჩაკმიჩე ნახე როგორი ის არის. მე უხარ 4-ს ერთად კვიჩე. მე უხარ ხოლმე. რა ვიცი, გოგოებს. გოგო ახსენე. აგინა ეს გოგოებს. ვინმე მეკაჩებოდა. ხეზე რა სიტყვა? ეს არის აბალახას ვეძახით ამას. ეგ არის ძალიან სასარგებლო რაღაცა. თავბალახა? აბალახა. აბალახა ვიცი მე თავბალახას ეძახის ვიღაცები და ანუ ძალიან კრიტიკულად უყურებ ყოველთვის. ხო, ნახე. ესენი არის, აი ჩაურებად ქოთანში ჩადებ ამას. ხო და ამოვა. ხო. და ამოვა. ეს პატარა. ეს ნაყოფია თუ ფოთოლია? ეს არის არა, აი, ფოთოლია ეს არის მეგობრებო. ეს არის კომპოსტოს თესლი არის. ეს ჩაურებული კომპოსტო ხდება მე. ყოველოვანი არის. ეს ყოველოვანი არის და ყვავილობის პერიოდია. ვინც იცის ეს რამ სცენარია დააკომენტარეთ. ეს არის ყვავილობის პერიოდი აქ ახლა, ანუ მანამდე მოწყვეტეს რა. ჩაურები უნდა აცადო და მე მალანიაკია შეიკრება ჩაურებულად და ჩაურებული კომპოსტო. ალიტაშკა კომპოსტო. კიდე ესეც დავჭრა? აი როგორ ჯობია მაგის მიხედვით. კაი, მეცა ეს მეორე ჯამიც გვაქვს აქ, რომ უკვე დაჭრილები ჩავყაროთ. აუ ეს ძალიან რაღაცა ეს. ეხლა არ გაგვეისები, კაი რა. კაი რა. ბილია ხო. ამა. როცა გასულა ისე ჭირს და კერას. არა, მე მიმოსვლა. ყოველდღე შევჭამა. ეს მაგაციო და ახლა მაგაციო და ტიპმა იმენა შუაგზაში მიატოვა. მე მას გავშა. ნუ. ეს მე ჭამო იმენა თელი დღე. ცეცხლი ხოძია, ხო? აი რატომ მეასება ეს უცხოწია? აი გადააგდე. აი სხვა გინდოდა.
ძალ დამულია თორე მოვადანები. ამასაც გავთვლი ბარემ. ამე თუ გავთვლი რა გადარჩება ახლა? აი მეგობრებო, ამე თუ გავთვლი რამე დარჩება? ხო ის დავავიწყე. ზოგი ხერხიანიც უნდა დატოვო, ზოგს უყვარს ხერხიანი. სასუქს რო აძლევენ? მე ხორებს აძლევ. ცეცხლი ხოძია, ხო? ხორებს აძლევ. აუ, ბაზარი არა. 20 წელი მეტი. მიყურე. მოდი ის მე იმა აქტივისტი ვარ ვეგანობის და ხო. ქათმის იმაში ვერ მივიღებ. მართლა? ო, სულ დავაი, ესე ბასკნული. მე ჭამჩოვლები ვარ, მაგრამ აქტივისტი ვარ. ანუ რო დაგინახონ რო სუსტი ვარ რა, ჭამ. ხანდახან ჭამ. ანუ რა ვქნათ ბოლო-ბოლო? ამიტომ მომზადებით მომზადო? ვეცინარდები არა, ჩაურებულად არ ჭამ, მაგრამ ხო რა. რავი შენ ჭამ. მე ისე შევბოლავ რომ აი შეიძლება დაგარგო. ჭამე და მე შეგაცხენ რა, ცოტა რაღაცებს. ოკეი. მართლა ის ხო არა? აი რაღაცები, რაც ეგრევე არ გვარდება და დრო მოგვარდება. ხეჩუმად იზრდება, მაგრამ რო ტყდება და ეცემა ხმა ყველას ესმის. ხენელა იზრდება, მაგრამ სწრაფად ხმება. ხანძარი ტყეში იზრდება. ნედლხეს. ხანძარი ნედლხეს ურჩნდება სინამდვილეში. ტყეში გაცინილი ხანძარი ტყეში ვეკვრება. მელამ ჭამა და თავისა ჭამა. აი, ვის რა როგორ და მე კომენტარებს დაწერეთ. და გათიშოთ კომენტარები. კომენტარები disabled რო არის. მე მიყვარს აი ესე რა კუხალებად რა, ლებნებად. რაკიმჟავ, მაგრამ არა, შენ არ დამინახია რომ რამე გეჭამა. გრამე გაიტეხე იქ რა. რას დღესენ ხო ძლიერებია? იმაზე რა მოიფიქრე? რომელზე? ხალხში ხუმრობებზე. ხალხში? ხო, აი მე ისე თქვა მინდოდა, იცი ხალხ შეიძლება გამოადგეს რა. რო გადიხარ რა, ქუჩაში. ხო. რაღაცებს შეგიძლია იღადაო შენთვის და კაი ხასიათზე იყო. აი სოციალურად თუ არა ვარ ესა, თანდახან ძალიან ვიღლები რა. აი მე ხო თან დიჯეობ ხოლმე რა და. ო. აი ეს ძალიან დამღლელია რომ 4 საათი, 3 საათი, 5 საათი ხო სიტყვაზე გააჩნია სეტებს. ტექნიკურადაც ხო ყურადღებით უნდა იყო იქ რამე არ შეგეშალოს. ვიღაცა მიესალმო, თან დაალიო. ამდენი საქმე ერთად და მე დალევასეო. არა, მართლა დალევა არ გამოგონოთ. ამოდი ეს გრძელებად გავუშვათ. ვიდი აბა. აბა რა ვისწავლე? რა ვისწავლე? ეს კარგად. ფორგრეო. არაყი არ არის? დალევაზე ყველაზე კარგი დალევაზე რა გქონდა? ტიპა ივერა არაყი ოვეჯულე ხანცი დაირაღა და არაყი ოვეჯულე ხო? აი ყანწი აღარ რო არ მომინდეს დალევა. ეგ იცი ხო ყანწი. ყანწი ყან არა. დალევა ამასო და. ყანწი ყან უკან. აი ჯერა. ვიცი არა. აი ყანწი უნდა გაჭიროს მაგას რომ ვამიწყე ისე დავიბუდე. წებო. უკან გადახვით. წებოს არ არის. უკან გადახვით აქ ჩამში რა. არა ამას ვერ დავლევ. დადგი მაშინა და. სადა დადგმა რა? უცხოელია ვიღაც არ ვიცი. ყანწი პირველად ნახა და უი ვერ ვდგაო და დაიღურებაო და ხო და დალიე და დადგიო. აი შენ. მე კიდე ჩამოვა ეგ საქართველოში. ეგ კიდე არის ჩამოს. აქ არის დედა აგა. იქუნა ნაყვაი დგას და პულსით ხო და სიგარეტზე და იმაზე მათხოვრობს. მართლა არის ეგეთი ტიპი. ხო. ის ყანწი კიდე ხერში იქნება. ნერვები მომესალა უკვე. არა, ეს არ გადააგდოთ. ძახსნოვაში. ეგ მე უნდა ვკავო. ძახსნოვაში. შენ შემჭვარი ძალიან კაი. ხო და და ეს მოიმზადება ხო? ეს უნდა დააცადო 1-2 კვირა. სიტყვაში უნდა შეინახო. რო დავკება. და ობი გაუჩდება, ობს ხაფხიკავ და მოწევ. მე მოწევ. და არ არის მეორე? არა, ერთიც არ არის. სათალი? სათალი? სათალი რო. ვიცი რა დავჭიე. თეთრჭიაზე. ის კარტოფილის გავცხნას ეკიდე. კარტოფილი ხო? კარპი, აუ, აი ესეთი კარპი შენ ზულას ვიცავ. კარტოფილის დონკაზე. კარტოფილი დაიჭირე. საიდან დავიჭირე მე? ვაფშე არ ჩამ, ანკეს ჩაგდებული არ მქონდა თეზო იყო ამას უსმო. კარტოფილის გავცხნას გასწავლე თუ გასწავლე. რა ცუდი გემოქ. მას ასარგებლო, კარტოფილი არ მაქვს. კარტოფილი დაცვად ნუ მოვიყონ და. აი, ხარ სხვა ძველი პლანი.
კიდე გავაწო. აუ, კი რა. იციდან მოწყვიტე ახლა მწვანდი. და ამას გარეცხვა უნდა, ახლა ვიღაცა იტყვის და შეიძლება აი ამით წმინდა ჩვეულებრივად ფოთლებს უწმინდა, ძირითადად ფოთლები იშვება ხოლმე. ეროს არაფერი არ ეხება. კიტრითად კი ბატონო. პირველი წამალი. ახალდაკრეფ მწვანეს რა ჯობიან ხარ. საერთოდ რატო ძოს ძროხა? იმას ხო რო უნდადეს ხო მოკრიფავს წავა გარეცხავს და დაჭრის და ისა. განა არა აქვს ბოსელში თუ ისე. კაი რა. უნდა ვისწავლო. კაი რა. ძროხისგან ბევრი რაღაცა უნდა ისწავლო, მაგრამ აი სკლინტს რა აჭმევს ძროხას აი ეგ ვერ გავიგე რა. ო ეგ დავიკითხე. რა მცნაური ის არის ამბავი არა? კაი ესე ჩამოს მქონი. მოიცა არ ეგ გრილზე ეგ არ წავა. რასაკ ეს მე იმას ვქნათ. ანუ ესე მინდა რომ გრილზე გავუშვებ. რა მაგარი რაღაცებია. ამას გრილზე გავუშვებ. კიტრიც ვერ წავა გრილზე. კაი. ეხლა მოვიტან ქათმის ფრთებს. და მე შეგაწვა. ხო? ეზო? შეგაწვა. ეხლა მოსვა. რასაკეთებ ეს შეგეთებ. მოდი მოსა. ხო, ეს მე ისეთი იდეა მქონდა რომ ქათმის ფრთებს რო შევაბოლავდი ქვემოთ დამედო ეს და იქიდან ჩასული ცხიმი ამაში არეულიყო. ფუ. ვერ ვიტან ვეგანებს. შეგენაცვალე. და მიყამოა ამას ნიკას არ ვასწავლე რომ მე არ მოენდომებინა ამის შიგნით არის აი ეს არის ნაღდი კიტრი ქოქოსაკიტრს ვეძახით ჩვენთან ასპინძაში აი ნახეთ ეცა სანამ მოვიდა ანუ თმოიდეს უკვე აღარ მიხდება ახლა საიდან ამოვიღე ეს რას მიხდება კიტრი ეკონება ჩვეულებრივ მინაკიტრია ვერ გარჩევ. მე ხა მე გეტყვით ეს რა აკეთებს, მე აღიხსნით ეს რას აკეთებს რა. დავაია. ეს არის მოკლედ ბადე. ვეგანობაზე გეტყვით ისევ. აი ახლა დავუშვათ ვიღაც არის ვეგანი რა. აი რა უნდა თქვა, ვერაფერს ვერ იტყვი რა. მე არ ვჭამ. მე ვჭამ, ვერ აი არ დაეწოთებს მართლა კაი ესე ვიცი. უნდა იყო ჩუმად. საჭამ, რა საჭამ, კაი შეიწובה და გრახავეთ ესე თქვა. ვერც სხვას დასცინებ, ვერც არ ვიცი რა. არ შეიძლება დაცინო ზოგადად ამ დანაშაულია. ამიტომ ზოგადად ეს ერთი შეიძლება თქვა რომ ეს ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. აი ეს ჯობია რა. ყველაზე ისე რო გული არის. თუმცა ეგ უნდა მიიღო იმდენი, რომ აი ეგ უკვე ეს არის. სხვა შემდეგაც. აი ყველაზე ვეგანური საკვები დავუშვათ ავოკადო, ხო სიტყვაზე რომ ავიღოთ. გინ ვეგანური, გინ არა ვეგანი. ის ავოკადო ტანკერით რომ მოდის. რამდენი დიზელი და ნავთობი ხმარდება და იღვრება და ბიძურდება ოკეანე, რომ შენ რო ვითომ ფრეშად უნდა მიირთო ეგ ავოკადო, ხო? აი ეგ მე რა ვიცი. ხო მაგაზე საუბარ. ეხლა ნახე მე რას ვამბობ. დახედი? არა, ზემოდან დავხედე რომ ორდეში გავასწორო. აი ნახე მე რო თქვა რომ ცოტა ხანდახან ჭამავ, ოკეია. ეგეც დანაშაულია რა, თუ ხო ხდებით? მაშინ ყველა დაუშვებს თავის თავში, რომ ხანდახან ხო და მიზანი რა არის, რომ გარემოზე ვიზრუნოთ? მიზანი არის, რომ ქათამზე ვიზრუნოთ. ის კონკრეტულად ქათამზე. იმენა ქათამზე. დავაბეროთ, ლექსები დავაწერინოთ სიბერეში. ქათამზე. მემუარები? ის მგონია, მემუარების წერალი. კაი, მაიცა იცი რა შეგვიძლია ახლა ვქნათ? ამას წამოყვები იკა? ეს შემდეგი სტუმარი, მაშინ ეხლა ცოტა კიდე ჩავაქროლოთ და ამით მეცა რამე დიდი შევაგდოთ და ბოლვის რეჟიმზე გადავიყვანოთ. პაუზ. ხო და აკარკრას რომ მინდა რომ ჭვარტოს რა. კიდევ აიღე ძირს ნაყარი არაფერია, ცუდი არ არის. დაითესა. აჰა შენ ცოტა ხანში ამ ხო ვიცი მომეცა ეხლა არაფერი არ მიხებს თუ ის მაშასე ბაზარი არის შემდეგი სტუმარი მე გახლავთ
როგორ მოხდი ამ გადაცემაში? ესე იგი, შევავსე ანკეტა. ძალიან მინდოდა ამ გადაცემაში მოსვლა, აი როგორ ნახეს გადაცემა? ავამაზად მეგობრებო. მეგობარმა მითხრა რა, YouTube-ი ჩართეო და უნდა შევბოლო და როგორც კი ჩართე, მე ნახავთ. ამომიგდო ისა. გადაცემა და ნებისმიერი გადაცემა ამომიგდო. აქ მოვედი მე. ხო, კასტინგ გავიარე, ვარ არავის არ უთხრა. არავინ არ იცის. კასტინგი რო გავიარე. კასტინგი გავიარე, გამოვიარე, თუმა შემოვედი აქ. ორი არ შევწუხდეთ. ნუ? უნდა. აუ შევწუხდეთ, ხო? აი. დავჭდე და ვილაპარაკო ესე რაღაცა ვიცეყო რა. ეს არ ჯობია ეს აი მას დავჭრი. ხო? თუ გინდა შენს დაჭერი, თუ გინდა შენს ჭამე. არ არის ეგ აღარ ეგრე რო რაღაცა და გადაცემა და სტუმარი და შუაში ეს. ხო და ესეთია ძალიან. დაწყებულია შებოლის ცერემონია. ჩვენ შეგვიძლია პაუზა ავიღოთ, თუ გინდა. არა კაცო რა პაუზა. გავაგზავნოთ ფლორაზე ფაუნაზე საუბარი. აღარ გვინდა მოდი ეს. ეს ეფექტი როგორია? ხო, ბოლის ეფექტი დავტოვოთ. თავდავთ. ეს თელ გადაცემაზე რო გავაყოლოთ ეს ბოლის ეფექტი. აქ დავკათავ და იქ ფეისს გავუკეთებ. ეს ხო ლეიერებად იღებს ეს კამერა. ხო ლეიერებად იღებს. ვა, ნიკა, ეხლა მივხვდი. პირველი საკითხი, რომელიც ყვებას ეხება. ჰიგიენა იყოს დასული, გარეცხილი იყოს. და კარგად დავყიჭოთ. ხო, დიდხანს დააკუცმაცე, გვიან გადაყლაპე. კურს ეხმარები უკვე მონელების პროცესი დაწყებულია პრიზღუდან. პრიზღუ არის საჭიროების სისტემის პირველი ნაწილი. წამოხ ცეცხლთან გადავინაცვლოთ. წამ. მე აკვიკი. წამ. ვიღაცა რაღაცო დაუვარდება, უკვე აღებულიც რო კონდეს ხელში, ვეუბნები რომ დაგივარდათ ხო და ეს ხო ფაქტია, ეს ფაქტის კონსტატაცია. არა, მართლა, ზეგან. ოი. არ შეჩენ არ შეჭამოს. თვითონ ვერ იგებენ ამ ხუმრობას, მაგრამ მე მაგრა ვადა. თვითონ რას გაიგებენ დაუვარდათ. ვაგა გამგები რო ყოფილი. დაუვარდებოდა? ეს არის ძალიან მაგარი ადამიანი. ეს როგორი ადამიანია? მასალა რა მკითხე და მითხრა რა. მოვა, ხმას არ ამოიღებს და ცოტა ხანში ამოიღებს ხმას. აი ეგეთი ადამიანი. შეიძლება ის რაღაცა გითხოს გამმოგვა. ხო, შეიძლება გავიდეს და მე სხვაგან მივიდეს. აი როგორია რომ წავიდა. საიდუმლო რა ნაუთხი, შეიძლება წავიდეს ვიღაცა უთხრა პირ მოავალს. ხო, აი ეგეთი მასტია. შეიძლება წავიდეს და სხვასთან მივიდეს და იგივე გაგრძელდეს იმასთან მე რომ მოვიდესო რა, იმათ თქვას მე. ხო, მოვიდეს, დადგეს, არაფერი არ თქვას რა. უკვე მეორესთან ვისთანაც მივიდეს იმასთან. ეს რობელია, ხო? ეს არის ჩაციკლული ადამიანი. ეს შეიძლება იაროს თელი დღე გაცნობ. რობელია. ერთი და იგივე ისტორიები აქვს ყველასთან. ყველას ერთ და იგივეს უყვება ხახ გამოაშტერა, გამოულაყა, ნუ ტვინი, ხო? ეხლა მოწერა ვიღაცა Facebook friend-მა რაღაცა ის ანეკდოტი რა. ძალიან რაღაცა არის და ბოლოში გინება არის და ანუ უაზრობა არის და რაღაცა მარტო გინება წავიკითხე. ანუ გინება მომწერა, ცუდი სიტყვები მომწერა. არა, კაი, სულ რო კაი უთხრა და ბოლოს შეაგინო, მადლიერი არ დაგჭირა. რა ვიცი რა არის ეს, როგორ შეიძლება. სულ რო ჭკუა ასწავლა და შეაში. ნუ დაუყოლო ზემო და მე გეტყვის რატო შემაგინე. რა შეგაგინე, რაც გასწავლე, ჯერის გაიმეორე და ისწავლე შეკეთ. მართლა, ხო? ძალიან გაგხარებია რაღაცა და ძალიან წყენია, ხო? აი შუაში ეგეთი ყოფილა რო შუაში. ძალიან ნორმალურად რო ყოფილა, ხო? ყველაზე ნორმალურად კი, მახსენდება. აი რა მოხდა ეგეთი რო უცებ აი ემოცია ეგეთი ქონდა რო ეგრე რა. ხო? ანუ არაფერი ემოცია. ხო, ოღონდ არც მოგბეს. ბიჭო, ანუ რაღაცები ისეს რა თავისთავად რაც უნდა ხდებოდეს, ეგეთი რეაქცია არ უნდა ქონდეს. ანუ ხო, რა მზე ამოვიდა, აბა რა უნდა ეგ. ხო, მაგრამ ეგ ის არის რა, არც ბიგიქცევია ყურადღება იმისთვის. არა, ხანდახან მოწვა ამის. ხო, ის ყურადღებას აქვს ხო. ხო, მაგრამ ეგ რაღაცა უფრო ისეთი ადამიანებისგან გულისხმობს. ზაფხულს, ზამთარში აი რაღაცას რო უთქვამს, რომ აი მე დღეს დაბადების დღე მაქვს. ვა, გაგიხარ და აი ისეთყვე ხო? ანუ მე გახვედი? არა, დაბადების დღე ხო რანაირ გაქვს დაბადების დღე ამ ხელა კაცი. ხო. პირველია თუ რა? მე დავიმახსოვრე როგორ შევკარი რა. რო გავხსნა მე? სამინდერობით. დაახურე მაგას აღარ უნდა რა. აჰა, ეხლა უკვე შეგვიძლია? შეო, ეყოფ. ნახევარ საათის დავაყოვნოთ. მდე. ნახევარ საათამდე და გაგას ნიჭებთ.
ხო? ამას მე გავსინჯავ, მაგრამ არა, მე არ ამაზე. ცეპშები არ გვაქვს? არ არის მე ცეპშები. ბიჭო, აქ მაინც შებოლილის ეფექტი, იმიტომ რომ მიიღო ყველაფერსა. ვეღარ ვკიდებ ხოს. მოდით რა. ან რა, მოდი იკა. მაგრამ თუ გაგასცენ. არა, მიგას. შუს. ეს მეცი რა ზოენს. გეოგასინჯი. აი მაინც ცხელი ჯობია სმირთო. ჯუდად გირჩევ რომ ეს უკეთესია პულთან ერთად. მაგასაც გავსინჯა პულთან ერთად. წვიმაზე რა ზახარ. აზრი არ მომიკითხება. ეს დღე არ შემიჯამია. სულ გადაღებები და გადაღებები. მოგადაღებები. მოდით რა სველდება და ცივდება, წაიღეთ რა. ვაყურეთ, დიდი მადლობა. ერთი უნდა გასინჯო. ხო, ბაზარი არა. მიდი რა. მაგარ ბროკოლია, ხო? ბიჭო. ხო რა, ეს მიჩემია, პულთან ერთად ძალიან კაი. მე ვერ დაგაძალე, დაძალება არ მიყვარს. თუმცა ყველას გემოვნებას მადლობა საჭმისთვის, მადლობა სულთა ჰაერისთვის, გარემო მწვანე რაღაცაებისთვის. გამიხარდა შეინახვა. ხო და ეგ არის რა შევხვდეთ ხოლმე. გავერთებ მოვადე. ჩონხლაპო. როგორია? ირაკლი მაგ გასინჯა, თუმცა ვინც გასინჯა, ამბობს რომ საოცარია. სათქვით რომ საოცარია? საოცარია. ვინც ვეგანები ხართ? მოერთმა თქვენ გზაზე? მე ჩემ განზე. მე ჩემზე. მე ჩემ განზე. მადლობა გიო. უყურეთ YouTube-ი გადაცემებს. კაი. გაიცინოთ. არ აკრიტიკოთ, არაფერი, პროსტა უყურეთ რა, იგი. არც იკაი. და იმას კენთ. არ უნდა არაფერი. არაფერი, მაგრამ მაინც არის რა რაღაცა. არის რომ